ეს არის მე-18 საუკუნის საეკლესიო წიგნი დაუჯდომელი, რომელიც არის საკმაოდ დაზიანებულ მდგომარეობაში. სადეზინფექციო სამუშაოები ამ წიგნებს უკვე ჩაუტარდა და ის საჭიროება საკმაოდ ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოები. ეს ბეჭდური გამოცემა 1790 წლით თარიღდება. ღვთისმშობლის დაუჯდომელი მეფე ერეკლე მეორის სტამბაში გამოიცა და მან ჩვენამდე სრული სახით მოაღწია. თუმცა დროსთან ერთად ლოცვანის ფურცლებზე გარკვეულმა დაზიანებებმაც იმატა. ეროვნული არქივის სამეცნიერო საცნობარო ბიბლიოთეკაში მსგავსი ძველნაბეჭდი წიგნები მრავლადაა. მათი შესწავლისა და რესტავრაციის სამუშაოები კი საცავის შესაბამის ლაბორატორიაში უკვე დაწყებულია. მე-18 და მე-19 საუკუნეების გამოცემების მდგომარეობა სპეციალისტებმა დეტალურად შეისწავლეს და როგორც ამბობენ, დაზიანებების ხარისხის მიხედვით მათ რესტავრაციას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება. მე-18-მე-19 საუკუნის წიგნებს უკვე ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მიკროსკოპულად ნანახი იქნა დაზიანებები, დაიგეგმა სარესტავრაციო ეტაპობრივი სამუშაოები და უტარდება რესტავრაცია აღდგენა და შემდგომი ყდარში ჩასვლით. პირველ ეტაპზე სარესტავრაციო სამუშაოები 5 ბეჭდურ გამოცემასა და 1 ალბომს უტარდება. როგორც სამეცნიერო საცნობარო ბიბლიოთეკაში აცხადებენ, აქ ძველნაბეჭდი წიგნის სულ 500-მდე ერთეული ინახება. მათი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში რესტავრაცია კი პერიოდულად მოხდება. პერიოდულად ამ გამოცემებს ჩვენ ვამოწმებთ და შესაბამისად დაზიანებების მიხედვით ვაჭრით რესტავრაციისთვის შესაბამის სარესტავრაციო განყოფილებას. ეროვნული არქივის სამეცნიერო საცნობარო ბიბლიოთეკა მკითხველებსა და დაინტერესებულ პირებს უძველესი წიგნების რესტავრირებულ ნიმუშებს უახლოეს მომავალში წარუდგენს.